სომხეთის საპარლამენტო არჩევნები დადებითად შეაფასა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ, სადაც არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაციაა გაერთიანებული. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ არჩევნებზე რუსეთის მხრიდან უპრეცედენტო ჩარევის ფონზე მიმდინარეობდა არჩევნები. მიუხედავად მოსკოვის უხეში მცდელობებისა, პაშინიანმა არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა. ამ წუთის მონაცემით პაშინიანის პარტიას 64 მანდატი აქვს, თუმცა ყველა პროცედურა ჯერ არ დასრულებულა. სოფო ვარდიაშვილი გვერდება ერევნიდან პირდაპირ ეთერში. სოფო, დავიწყოთ საერთაშორისო მისიის შეფასებებით. საერთაშორისო მისიის წარმომადგენლებს, რომლებმაც სომხეთში ჩატარებული არჩევნები შეაფასეს, ჩვენ ვთხოვეთ ასევე საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე კომენტარების. რადგან ამ მისიის შემადგენლობაში იყვნენ ედიტა ესტრელა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი და ნატალი ლუაზო, ევროპარლამენტარი. დავიწყოთ ედიტა ესტრელით, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ანუ პასეში არის საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელი საბინა ჩუდიჩთან ერთად და დაახლოებით 2 კვირის წინ ვნახეთ ჩვენ მათ მიერ გავრცელებული ძალიან კრიტიკული შინაარსის განცხადება, სადაც ისინი გმობდნენ მიმდინარე რეპრესიებს სამოქალაქო საზოგადოებისა თუ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და ამბობდნენ, რომ მათთვის მიუღებელია როგორც ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაბარება სასამართლოში, ქართული ოცნების ხელისუფლების სავარაუდო შეურაცხყოფების გამო სოციალურ ქსელებში, ასევე ისინი გმობდნენ იმას, რომ ქართული ოცნება არაპროპორციულ ზომებს, მათ შორის დაკავებებს იყენებს ოპონენტების წინააღმდეგ, რომლებმაც პოლიტიკოსებს წინააღმდეგ, რომლებმაც უარი თქვეს თეა წულუკიანის კომისიაში ჩართვაში და მასში მონაწილეობაზე. ასევე ედიტა ესტრელამ ჩვენ გითხრა, რომ ის ახალი რეზოლუცია მომზადდება, ანგარიში მომზადდება საქართველოსთან დაკავშირებით, თუმცა შინაარსი ჯერ არ გაგვიმხილა, რომელსაც მიიღებენ კიდევ ერთ რეზოლუციას ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით და თქვა ისიც, რომ ისელის ქართული ოცნების წარმომადგენლებს, რომ დაბრუნდნენ პასეს მუშაობაში. ქართულმა ოცნებამ, მათი სახით საქართველოს დელეგაციამ პასეში მუშაობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც პასეში მათ უფლებამოსილებების საგრძნობლად შეუზღუდეს. ამას კი წინ უძღოდა პასეს მიერ ძალიან კრიტიკული შინაარსის რეზოლუციის გამოქვეყნება საქართველოში დემოკრატიულ უკუსლასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ნატალი ლუაზოს, ევროპარლამენტარს, ის აკვირდებოდა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს 2024 წელს. საპარლამენტო არჩევნებზე ელაპარაკი და აქედან დაბრუნებული კი ის არნახულ დარღვევებზე და გაყალბებაზე ლაპარაკობდა. ის ძალიან ხშირად აკრიტიკებს ქართული ოცნების ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში, ხელისუფლების მიტაცებაში, რუსეთის კენსვლაში და დაახლოებით ამ შინაარსის იყო დღეს გაკეთებული კომენტარიც და რა თქმა უნდა აქ იყო ასევე საქართველოს არჩევნების შედარება სომხეთის არჩევნებთან. მან თქვა, რომ დიდი ზეწოლის მიუხედავად სომხეთში მოქალაქეებმა მაინც მოახერხეს საკუთარი არჩევანის თავისუფლად გამოხატვა. არჩევნებს საქართველოშიც ვაკვირდებოდი და ძალიან განსხვავებულია. ქართულ ხალხს მოპარეს არჩევნები და მომავალი. საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ადამიანებმა, რომლებიც ახლა ხელისუფლებაში არიან, არჩევნები მოიპარეს. ზეწოლისა და ჩარევის მიუხედავად სომეხმა ხალხმა შეძლო ბიულეტენის ჩაგდება და საკუთარი უფლებით თავისუფლად სარგებლობა. გულწრფელად მაქვს იმედი, რომ ასე მოხდება მომავალში საქართველოს შემთხვევაშიც. საქართველო იმსახურებს თავისუფლებას და დემოკრატიას. ჩვენ ხედავთ საქართველოში დემოკრატიულ უკუსლას, მაგრამ თუ გნებავთ უფრო მეტი იცოდეთ საქართველოში სიტუაციის შესახებ და ეს ჩვენი აზრია, ამთვის ბოლოს შემდეგ სესიაზე სტრასბურგში თანამომხსენებლები წარმოადგენენ ახალ ანგარიშს საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ. ეს დოკუმენტი განხილული იქნება და მივიღებთ მორიგ რეზოლუციას. მონიტორინგის კომიტეტში სამუშაოები და დისკუსიები საჯარო არ არის, ამიტომ მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებ. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ პირადად მე ვიზურვებდი ქართული დელეგაციის ჩამოსვლა საპარლამენტო ასამბლეაში. ჩვენ გვჭირდება საქართველოს წარმომადგენლები იყვნენ ევროსაბჭოში. ასე რომ ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის ხელისუფლებასთან, პარლამენტის წევრებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მმართველ პარტიასთან და ოპოზიციასთან, რომ ვიპოვოთ ამ ჩიხიდან გამოსვლის გზა. როგორც გითხარით, ედიტა ესტრელა და ნატალი ლუაზო ერევანში არიან იმის გამო, რომ ისინი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შემადგენლობაში არიან, რომელიც აკვირდებოდა არჩევნებს, სომხეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს. როგორი იყო მათი წინასწარი შეფასება, როგორია მონაცემები ამ დროისთვის ამ არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენს რეპორტაჟში შეგიძლიათ ნახოთ. ეს 15
სამიანი მდუმარე ვიდეო იყო ერთ-ერთი პირველი, რითიც სომხეთის პრემიერმა საკუთარ პარტიას და მხარდამჭერებს გამარჯვება ამცნო. საჩემპიონო განწყობის გაფუჭება მისთვის ვერც ვერავინ შეძლო, რადგან პირველი საარჩევნო უბნების დათვლიდან უკანასკნელამდე სამოქალაქო შეთანხმება ლიდერობს. საბოლოოდ 2005 უბნის შედეგები ასეთია. ხმების 49.91% მმართველმა პარტიამ მიიღო. მეორე ადგილზე პრორუსი მილიონერი ბიზნესმენის ბლოკი ძლიერი სომხეთი 23.29%-ით გავიდა. მესამე პარტია კი, რომელმაც ბარიერი გადალახა, ბლოკი სომხეთია 9.94%-ით. ისტორიული არჩევნების ღამეს ერევნის ქუჩებში ასეთი სურათი იყო. სომხეთის ახალი პარლამენტის სავარაუდოდ სამპარტიული იქნება. ამ ეტაპის მონაცემებით ნიკოლ პაშინიანი 64 მანდატს, ორი ოპოზიციური პარტია კი ჯამში 41-ს მიიღებს. არ არის გამორიცხული რამდენიმე დღეში, როცა საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო დავების განხილვას დაასრულებს, სურათი შეიცვალოს, რადგან ბარიერის დაძლევის შანსი მეოთხე პარტიასაც აქვს, რომელმაც ხმების 3.99% მიიღო და 4%-იანი ბარიერის გადასალახავად მცირე რაოდენობა აკლდება. ნებისმიერ შემთხვევაში სომხეთის ახალ მთავრობას სამოქალაქო შეთანხმება დააკომპლექტებს და როგორც ფაშინიანმა უკვე განაცხადა, ამას მისი პარტია დამოუკიდებლად გააკეთებს. სომხეთმა დემოკრატიის ტესტი გაიარა. ასეთია საერთაშორისო დამკვირვებლების პირველადი შეფასება. საარჩევნო ადმინისტრაციამ ბევრი კომპლიმენტი მოისმინა, თუმცა თითქმის ყველა ავტორიტეტული ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ეს არჩევნები გამოირჩეოდა უპრეცედენტო გეოპოლიტიკური კონტექსტით, უცხოური ჩარევებითა და მუხარით. რუსეთი არ მორიდებია ღია ზეწოლას არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მიზნით. საარჩევნო ადმინისტრაციამ მოახერხა მოსამზადებელი ტექნიკური სამუშაოების შესრულება ეფექტურად და პროფესიონალურად. ეს ეხება არჩევნების დღეს, რომელიც ჩვენმა დამკვირვებლებმა პოზიტიურად შეაფასეს უამრავი საარჩევნო უბნის მონახულების შემდეგ. მინდა შევაქო ამ სამუშაოების ჩატარებისთვის. ეს ყველაფერი გაკეთდა პოლარიზებული გარემოს, რეგიონული უსაფრთხოების პრობლემის და ფართო გეოპოლიტიკური ზეწოლის მიუხედავად. ეს არჩევნები იყო სომხეთის დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ტესტი. ოპოზიციონერი ფიგურების დაკავების, სისხლის სამართლის გამოძიებების კონცენტრირებამ ხელი შეუწყო შერჩევითი სამართლის აღქმას. პოლარიზებული მედია ლანდშაფტი, დაპირისპირების გამომწვევი რიტორიკა და დეზინფორმაცია და უპრეცედენტო უცხოური ჩარევა იყო გამოწვევა სომხეთის დემოკრატიული სიმტკიცისა და საჯარო დებატების ინტეგრირებულობისთვის. ეს ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ძალისხმევა დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, ფუნდამენტური თავისუფლებების დასაცავად და დემოკრატიული პროცესების მიმართ საზოგადოების ნდობის ხელშეწყობისთვის. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არჩევნები ჩატარდა განსაკუთრებული გეოპოლიტიკური კონტექსტის პირობებში, პირდაპირ უცხოური ჩარევით. აშკარაა, რომ რუსეთის პრიორიტეტია გამოიყენოს ყველა საშუალება, რომ შეინარჩუნოს სომხეთი საკუთარი გავლენის სფეროში. ამ მიზნის მისაღწევად რუსეთი ეყრდნობა არჩევნებში ჩარევის უზარმაზარ გამოცდილებას. მოსკოვიდან მუქარამ ზეწოლა მიაღწია უპრეცედენტო და შემაშფოთებელ დონეს. მოვისმინეთ კიდეც ბატონი პუტინისგან უკრაინული სცენარის შესახებ, თუ სომხეთი გააგზელებს თავის პროევროპულ გზას. ამ კონტექსტში მინდა ხაზი გავუსვა, რომ არჩევნები ბრწყინვალედ იყო ადმინისტრირებული. გუშინ პირადად ჰქონდა ეს პოზიტიური გამოცდილება, როდესაც მოვინახულე რამდენიმე საარჩევნო უბანი. სომხეთის მოქალაქეებმა დაიცვეს სახელმწიფო, დამოუკიდებლობა, მომავალი და მშვიდობა, განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა ღამით საარჩევნო შტაბში. შედეგით გაღიზიანებას არ მალავს რუსეთი, რომელიც წინა საარჩევნოდ სომხეთის მიმართ არც ღია მუქარას და არც ემბარგოს მორიდებია. მარია ზახაროვამ დღეს უპრეცედენტო ზეწოლასა და ჩარევაში ევროკავშირი დაადანაშაულა. ნიკოლ ფაშინიანი კი პოლიტიკური ოპონენტების დევნაში. ამ ეტაპზე კრემლი მხოლოდ იმით კმაყოფილდება, რომ პრორუსმა კანდიდატმა პარლამენტში მანდატების მოპოვება შეძლო. ფაშინიანი დილი და მსოფლიო ლიდერებისგან მილოცვებს იღებს. გამარჯვება მას ქართულმა ოცნებამაც მიულოცა. მოკლე განცხადება ირაკლი კობახიძემ გაავრცელა. ისტორიულ მომენტად მიიჩნევენ სომხეთში განვითარებულ პროცესებს ქართულ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში. მათი მხრიდან არჩევნების შედეგები რუსეთის მარცხად ფასდება. სომხურმა საზოგადოებამ დაამტკიცა, რომ მშვიდობა, თავისუფლება და ევროპული მისწრაფება ურთიერთთავსებადი გარემოებებია. რუსულმა პროპაგანდამ და მუხარამ კი არ იმუშავა. რუსეთი დამარცხდა რუმინეთში
მოლდოვაში, უნგრეთში და ახლა უკვე სომხეთშიც. რუსეთი მარცხდება თელს რეგიონში და მალე დამარცხდება საქართველოშიც ქართული ოცნების სამარცხვინო პრორუსული რეჟიმის განდევნით. გუშინ გაიმარჯვა არა მარტო დემოკრატიულმა სომხეთმა, არამედ დემოკრატიულმა საქართველომაც, რადგან ამ ორს ერთმანეთი სჭირდება სასიცოცხლოდ. მაშინ, როდესაც წლების წინ საქართველო წარმოადგენდა დასავლური პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს რეგიონში, დღეს ჩვენ გაფუჭებული გვაქვს ურთიერთობა ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, შტატებთან, ევროკავშირთან და დღეს ჩვენი მეზობელი, ასე ვთქვათ, პარტნიორი სომხეთის ხელისუფლება, ასე ვთქვათ, აღიარებს იმას, რომ ამ პირობებში მზად არის დაგვეხმაროს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის აღდგენას. ძალიან სამწუხაროა ის, რა მდგომარეობაში ჩაგვაყვანა ოცნების პოლიტიკამ ბოლო წლების განმავლობაში. არანორმალური ზეწოლის მიუხედავად რუსეთიდან და წარმოუდგენელი რუსული პროპაგანდის პირობებში, ბევრი სხვა სირთულის და სოციალური პრობლემის პირობებშიც პაშინიანის გუნდმა დაადასტურა, რომ წესიერებას პოლიტიკაში ყოველთვის აქვს აზრი. გაკვეთილი საქართველოსთვის ისეთი ცოცხალია, ისე აქ და ახლა, რომ არ გვინდა სახელმწიფოებში ყურება, არაფრის ძებნა არ გვინდა. აი მაგალითი, აი გზა. არჩევნების ღამეს სომხეთის მმართველი პარტიის ლიდერმა საქართველოს როგორც მისი ქვეყნის მნიშვნელოვანი პარტნიორის შესახებ ილაპარაკა და ხაზი გაუსვა დასავლეთთან, ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების მოწესრიგების მნიშვნელობას. საქართველოსთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოცხადე, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვან და საკვანძო როლს ასრულებს სომხეთ-ევროპის ურთიერთობებში. ჩვენ ამ სიტუაციით ძალიან შეშფოთებულები ვართ. ვფიქრობთ, რომ ვითარება დარეგულირდება. სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს საერთო არაფერი აქვს მესამე მხარესთან არსებულ ურთიერთობებთან. ბუნებრივია, ეს ურთიერთობები სტრატეგიულ, გრძელვადიან, ისტორიულ და ძმურ ხასიათს ატარებს და მომავალშიც ასეთად დარჩება. სხვა სცენარი უბრალოდ ვერ იარსებებს. სომხეთში ახლა ახალი პარლამენტის ფორმირების პროცესი დაიწყება, რომელიც სომხეთის ახალ მთავრობას დაამტკიცებს.